ყურძნის რეკორდული მოსავალი საქართველოში. წელს 330,000 ტონა მოსავალი გადამუშავდა, რაც გასული 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ღვინის კომპანიებს ყურძენი 21,000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. რთველი გრძელდება. ამ დროისთვის ყურძენი საგარეჯოს მუნიციპალიტეტსა და რაჭაში იკრიფება. რთველი ჯერჯერობით საკმაოდ ძალაშია, თუმცა დასასრულს უახლოვდება. როგორც ჩემთვის ცნობილია, დაახლოებით 320,000 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა უკვე კახეთის რეგიონში. უკვე დასასრულს უახლოვდება რთველი, ვიღებთ რამოდენიმე მუნიციპალიტეტიდან, როგორც გარე კახეთიდან, ისე შიდა კახეთიდან. ჩვენ ბოლო გვიანობამდე მუშაობთ და ალბათ ბოლო მტევნამდე ვიმუშავებთ და გადავამუშავებთ. არ დარჩება ქართველ გლეხს და კახელ გლეხს ყურძენი გადავამუშავებელი. ყურძნის ხარისხი ნამდვილად კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ ცოტა ამიდმა შეგვიშალა ხელი, მაგრამ მაინც ქარხანა მობილიზირებულია და შეუფერხებლით მიმდინარეობს მოსავლის დაბინაება, რეალიზაცია. ამდენსაც არ ველოდებოდით და წლევანდელი მოსავალი იყო, მართლაც ძალიან როგორც დაავადებები იყო, ვით უფრო შედარებით მეტი ესხა. ჯრაკი იყო ესეთი რაღაცა, მაგრამ ფაქტობრივად მეტი იკრიფება იმაზე. ეხლა ვისთვინ როგორ, ჩემთვის ესეა და საერთო ამბავში ცხემაც ათქვეს და ჩაბარებაც რა ვიცი, ვაბარებთ მე პირადად ამ არანში უკვე მე რამდენი რეისი მიმაქვს. წინა დღეებში ჩავაბარე, წინა კვირაში ჩავაბარე. ოჩერედიც ყოფილა, მაგრამ კარგად გადის რა, სწრაფად.